რომელიც საბერძნეთში მყოფ ქართველ არალეგალებს განსაკუთრებით დაინტერესებთ. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ყველა არალეგალს საბერძნეთში კანონიერად ცხოვრების და მუშაობის უფლება ექნება. ეს პირველ რიგში იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც ემიგრაციაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უვლიან. ახლა მთავარია დიპლომატების შეთანხმება დოკუმენტურად გაფორმდეს. გაიხსნება საზღვრები და იოლად შემეძლება მეც წავიდე და დედა ჩამოვიდეს. 13 წელია დედა არ უნახავთ, 2004 წელს წავიდა და მას შემდეგ საბერძნეთში 102 წლის მოხუცს უვლის. მაგული გედენიძე ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს, ამიტომ საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში უკან სამუშაოდ ვეღარ წავა. გედენიძეებმა სწორედ დღეს გაიგეს, რომ საქართველოს საელჩო საბერძნეთში არალეგალების ლეგალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებს მართავს. თუკი იოლი გახდება, რომ ჩამოვიდეს და ისე უკან დაბრუნდეს, შეიძლება გადაწყვეტოს და ისევ წავიდეს. იმის შესახებ, რომ 13 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას სამსახურის დაკარგვის გარეშე შეძლებს საქართველოდან გაიგო. ძალიან მოხარული ვიქნები, ძალიან თუკი რამე საშუალება დაგვადგება ჩვენ აქ ამ კარჩაკეტილ ცხოვრებაში ვართ. მაგრამ მაინც კარგია, რომ ჩვენ შვილებს ვეხმარებით. თუკი ჩამოვართ და ისევე უკან დავბრუნდებით და საშუალება გვექნება, რომ ვიმუშაოთ, ძალიან კარგი იქნება. ორი ქვეყნის ურთიერთშეთანხმების შემდეგ საბერძნეთში არალეგალურად მყოფ ქართველ ემიგრანტებს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის საშუალება ექნებათ. ამის შესაძლებლობა საბერძნეთის მიგრაციის შესახებ კანონში 2014 წელს შესული ცვლილება იძლევა. ორი ქვეყნის დიპლომატებმა ამ კანონის პრაქტიკული რეალიზაციის საკითხებზე დღეს იმსჯელეს. ნანა ქვათალაძე 11 წელია საბერძნეთში ცხოვრობს, იმედი აქვს, რომ ეს შეთანხმება ქართველ ემიგრანტებს ბევრ ბიუროკრატიულ ბარიერს მოუხსნის და დროდადრო სამშობლოში მოსვლის შესაძლებლობასაც მისცემს. მოგვეცა შანსი გავაკეთოთ საბუთები და ლეგალურები გავხდეთ და ბოლო-ბოლო წამოვიდეთ საქართველოში, ნახოთ ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები და გამოვბრუნდეთ ისევ სამუშაოდ. მაგრამ უბედურება რა არის? ეს კანონი 2014 წლიდან ძალაში იმყოფებოდა. წელიწად ნახევრის წინ გადავწყვიტე ვისარგებლო ამ კანონით. ჩემი საბუთები იმყოფება სამინისტროში და პასუხი არაფერი, დაელოდეთ. სადამდე უნდა დაველოდოთ, არ ვიცი. კანონის ხარვეზებს იცნობს საქართველოს ელჩი საბერძნეთში. იოსებ ნანობაშვილი ამბობს, რომ ხარვეზები რეალურად არის, თუმცა დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი ორი ქვეყნის კოორდინირებული მუშაობა და ამ ხარვეზების აღმოფხვრა. ელჩი განმარტავს, რომ მხარეები ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზეც იმუშავებენ, რომელთა საფუძვლებზეც ეგრეთ წოდებული მესამე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ახალი კატეგორიებისთვის საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების შესაძლებლობები გაიზრდება. პირველ ასეთ შესაძლო კატეგორიად განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მზრუნველი ადამიანები. კანონს აქვს მისი განხორციელების ხარვეზები, ეს ცხადია. ამ კანონს რომ მის რეალიზაციაში ხარვეზები არ იყოს, ჩვენი ამ დონეზე ჩართვა საჭირო არ გახდებოდა. ჩვენი სამუშაო საკითხი აუცილებლად იქნება ერთი ეს გაჭიანურებული პასუხები. ჩვენ შევეცდებით რომ კონდეს პროგრესი რაც შეიძლება სწრაფად, რომ ჩვენმა თანამდებობებმა მიიღონ ორმხრივად დადასტურებული პროცედურა თუ რა არის საჭირო ლეგალიზაციის დაცვის. ამავე დროს ცხადია ბიუროკრატიულად ეს პროცესი უნდა გამარტივდეს. საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტრომ უკვე გამოყო მეკავშირე ოფიცერი სამართლებრივ საკითხებზე, რომელიც აქტიურად იმუშავებს საქართველოს საელჩოსთან ერთად და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებენ შემდგომში საბერძნეთის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნას. ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების ამოქმედების შემდეგ არალეგალ ემიგრანტებს საბერძნეთში ლეგალურად მუშაობისთვის შესაბამის უწყებებში რამდენიმე დოკუმენტის წარდგენა დასჭირდებათ. მათ შორის იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ 7 წელია საბერძნეთში მუშაობს, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, ბიომეტრიული ფოტოსურათი და პასპორტის ყველა გვერდის ასლი. რამდენად წაადგება მთავრობის დახმარება სამშენებლო ბიზნესს, გადაწყდა, რომ ყველა იმ მშენებლობას, რომელიც 2008 წლამდეა დაწყებული, შეღავათები კიდევ 2 წლით გაუხანგრძლივდება. ყველა იმ ადამიანს